გამარჯობა. მე ვარ თათია გიონაშვილი და დიდი ხანია ჩემს ძალიან პოპულარულ YouTube არხს და ვიდეოები ახარ დამიდია. პირველი ვიდეო დავდე დაახლოებით 2 წლის წინ და მაშინ საუბრობდი Scrum-ის ჩარჩოს შესახებ და მიხარია რომ გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვისთვისაც ჩემი ვიდეოები დამხმარე აღმოჩნდა მათი კარიერული განვითარების გარკვეულ ეტაპზე. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ მომხმარებლის წარმატების მენეჯმენტზე, ამ თემას მომდევნო ვიდეოებში აქტიურად შევეხები, ასევე მექნება ვიდეოები პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზეც. და მოდი დავიწყოთ თუ რას ნიშნავს მომხმარებლის წარმატების მენეჯმენტი და რატომ გახდა ის აქტუალური ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ეს არის პროცესი, როდესაც ორგანიზაცია ზრუნავს მომხმარებელზე მას შემდეგ, რაც მან უკვე შეიძინა პროდუქტი. ანუ როდესაც ორგანიზაცია ცდილობს, რომ პირველ რიგში დაეხმაროს მომხმარებელს, გაიგოს, შეისწავლოს პროდუქტის შესაძლებლობები, შემდეგ უკვე მიიღოს ამ პროდუქტისგან მაქსიმალური ღირებულება და უკვე ეს მომხმარებელი შეინარჩუნოს, რაც შეიძლება დიდხანს. ზოგადად client success manager-ის და ამ როლის არსებობა უფრო მეტად საჭირო და აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკვე წამოვიდა აქტიურად SaaS მოდელი. რას გულისხმობს SaaS მოდელი? ესეც ვთქვათ, ეს არის აბრევიატურა, რომელიც იშიფრება როგორც software as a service და ეს არის გამოწერაზე დაფუძნებული მიდგომა. თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე არაერთ პროდუქტს იყენებთ, რომელსაც იწერთ და ეს სწორედ არის SaaS პროდუქტი, მაგალითად Slack-ი, ClickUp-ი, Jira, Monday.com და ასე შემდეგ. დღეს უკვე ძალიან ბევრი ორგანიზაცია არჩევს, რომ სწორედ ასეთი მიდგომით იმუშაოს, რადგან მომგებიანიც არის და ასევე მარტივი, თუმცა რა თქმა უნდა თავისი გამოწვევები და სირთულეებიც ახასიათებს მას. და მანამ სანამ SaaS მოდელის აქტიურად გამოყენებაზე გადავიდოდნენ ორგანიზაციები, ეს ტრადიციულ პროცესებში account მენეჯერებისა და customer support-ის როლი იყო აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ ორგანიზაციებს მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობები ჰქონოდათ თავის მომხმარებლებთან. რა თქმა უნდა, ეს ორი როლი SaaS ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც client success როლი, თუმცა client success როლი ამ შემთხვევაში უკვე აღმოჩნდა როგორც რაღაც დამატებითი რესურსი, დამატებითი ძალა იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს მიიღოს მაქსიმალური სარგებელი თავის ამ პროდუქტის გამოყენების პროცესში. რადგან SaaS-ის ისტორიაც არ არის ძალიან დიდი, შესაბამისად ამ როლის ისტორიაც არ არის ისეთივე დახუნძლული გამოცდილებით კორპორაციულ სამყაროში, როგორც მაგალითად HR-ის როლი, თუმცა ეს როლი არის საკმაოდ მზარდი, რადგან დღეს უკვე ძალიან ბევრი ორგანიზაცია უკვე იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ისეთი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, რომლებიც რაღაც კონკრეტულ ხელშესახებ პროდუქტებზე მუშაობენ, რომ სწორედ ამ SaaS მიდგომით იმუშაონ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ClickUp-ს სტატისტიკური მონაცემი გვაქვს ესეთი ClickUp-ისგან მოწოდებული, რომ 2024 წელს ჰყავდა 100,000 გადამხდელი გამომწერი, რაც 2022 წელთან შედარებით არის 4-ჯერ გაზრდილი. შესაბამისად, უკვე ამ რიცხვებითაც მიხვდებოდით თუ რამდენად იზრდება ასეთი პროდუქტების მიმართ დაინტერესება. მეც მაგალითად ClickUp-ს ვიყენებ და ჩემს გარშემოც უამრავი ადამიანი არის, რომლებიც იყენებენ თავის ყოველდღიურ რუტინაში SaaS პროდუქტებს და მას შემდეგ უკვე რაც მოთხოვნა იზრდება, რა თქმა უნდა, ჩნდება იმის საჭიროებაც, რომ ეს პროცესი გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით უფრო მეტად იყოს მართვადი და აი სწორედ ამაში ეხმარება client success როლი, რომელიც თავიდან ბოლომდე, მას შემდეგ რაც უკვე მომხმარებელმა შეიძინა პროდუქტი, უკვე აი იმ წერტილიდან ბოლომდე შენარჩუნების ფაზამდე ცდილობს, რომ აქტიურად იყოს პროცესებში ჩართული და მაქსიმალურად გააჟღეროს მომხმარებლის ხმა თავის ორგანიზაციაში. LinkedIn-ზე აქტიური კომუნიკაციების შედეგადაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ქართული SaaS ორგანიზაციებიც, რაც ასევე ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ბოლო წლებში მაქვს დანერგილი რამდენიმე SaaS პროდუქტი, სხვადასხვა გუნდისთვის, უფრო მეტად ეს პროდუქტები ორიენტირებული იყო HR პროცესებზე და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემთვის ადამიანისთვის, რომელიც მაგალითად პირველ რიგში ვიკვლევდი კლიენტის საჭიროებას, შემდეგ
ვუძებნიდი, ვარესერჩებდი საჭირო პროდუქტს და შემდეგ უკვე ვნერგავდი. აი ამ პროცესში ჩემთვის მარტივი იყო, რა თქმა უნდა, ისეთ პროდუქტებთან შეხება და ისეთ კომპანიებთან შეხება, სადაც არსებობდა ისეთი გუნდი, რომლებიც მომხმარებლის წარმატებაზე იქნებოდნენ ორიენტირებულები. და ჩემთვის, როგორც დამნერგავისთვის, მსგავს კომპანიებთან მუშაობა იყო უფრო მეტად პროდუქტიული და მარტივი, რადგან მეხმარებოდნენ იმაში, რომ მე თვითონ სწრაფად შემეთვისებინა პროდუქტი, იყო ხელმისაწვდომი უამრავი რესურსი და შემეძლო დამოუკიდებლადაც ნავიგაცია მათი პროდუქტის შესაძლებლობების გარკვევაში და შემდეგ უკვე ეს მხარდაჭერა მქონდა პროცესებში, როდესაც უკვე დავასრულებდი დანერგვას, მაგის შემდეგადაც ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც კონკურენცია არის ძალიან დიდი და მე მაქვს ორი თითქმის იდენტური პროდუქტი, აუცილებლად ავარჩევ და არჩევანს გავაკეთებ ისეთ პროდუქტზე, სადაც ვიცი, რომ არსებობს გუნდი, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ მომხმარებლის ხმა მუდმივად ისმოდეს ორგანიზაციებში. და მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, client success manager-ის როლი არის უფრო მეტად სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვისაც. მომხმარებლის ჭრილში იმ თვალსაზრისით, რომ ეხმარება, რომ მიიღოს მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი და ღირებულება ამ პროდუქტისგან და პროდუქტის ნაწილში პროდუქტზე მომუშავე გუნდს აწვდის ღირებულ უკავშირს, ფიდბექებს, რომლებიც უკვე წამოსულია მომხმარებლის ამ პროდუქტის გამოყენების პროცესიდან, ასე ვთქვათ. და ჩემი გადმოსახედიდანაც და არა მარტო ჩემი გადმოსახედიდანაც, წარმატებული მომხმარებელი უდრის წარმატებულ პროდუქტს, რაც აუცილებლად ისახება კომპანიის შემოსავლებსა და უკვე პროდუქტის სწორად განვითარებაზე. მომდევნო ვიდეოებში უფრო კონკრეტულად და დეტალურად ჩავშლი, თუ რა როლი აქვს client success managers ყოველდღიურ პროცესებში, რა ინსტრუმენტებს იყენებს და გაგიზიარებთ უფრო მეტ პრაქტიკულ მაგალითს. და დასასრულისკენ მინდა რომ ხაზი გაუსვა, მე არ ვარ რაღაც კონკრეტული დარგის ექსპერტი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და გიზიარებთ ამ ინფორმაციებს ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც 2015 წლიდან შევიძინე კორპორაციულ სამყაროში ყოფნით მუშაობით, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, იმ თეორიაზე დაყრდნობით, რომელსაც ყოველდღიურად ვიძენ ფორმალური თუ არაფორმალური განათლების საშუალებით. თუ კი ვიდეოს ამ დრომდე უყურეთ, მაშინ მოწონება და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, ასე მომდევნო ვიდეოების ნახვის საშუალებაც გექნებათ. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.